ბათუმის ავტოტრანსპორტის მძღოლთა მოთხოვნების შემსწავლელი კომისია გადაწყვეტილებას ხვალ მიიღებს. ამის შესახებ ინტერფრაქციული ჯგუფის შეხვედრის შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა. მანამდე კი მძღოლები პროტესტს განაგრძობენ. მუნიციპალური ტრანსპორტი ბათუმში 8 დღეა არ მოძრაობს. მეხუთე დღეა კი ორი მძღოლი გია ლორიას თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით შიმშილობს. ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლების აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა უცვლელია. ისინი აცხადებენ, რომ თუ ავტოტრანსპორტის ხელმძღვანელს გია ლორიას თანამდებობიდან დროულად არ გადააყენებენ, ხვალიდან მოშიმშილეთა რიგებს კიდევ რამდენიმე მძღოლი შეუერთდება. ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ ამას საწარმო დადგეს ფეხზე და ამიტომ არის ჩვენი ბრძოლა, რომ ის უკანონობა უნდა დამთავრდეს და აქ უნდა მოვიდეს კაცი, რომელსაც საწარმოს გაუძღვება და წინ წაიყვანს. დღეს გაფიცულ მძღოლებთან ინტერფრაქციული ჯგუფის წევრები მივიდნენ. კომისიის წევრებმა მძღოლების პრეტენზიებთან ერთად ავტოტრანსპორტის ადმინისტრაციის არგუმენტებიც მოისმინეს და მთავარ პრობლემად მძღოლებსა და ხელმძღვანელობას შორის კომუნიკაციის საკითხი გამოყვეს. ჩვენ მოусმინეთ გაფიცულ მძღოლებსაც, უსმენთ ადმინისტრაციის წარმომადგენლებსაც. მთავარი პრობლემა არის ურთიერთობის პრობლემა ადმინისტრაციასა და მძღოლებს შორის. პრეტენზიები, რა თქმა უნდა, არის კონკრეტულად პირადი ღირსების შელახვასთან დაკავშირებით. ამბობენ სხვადასხვა ამბავი მოისმინეთ, რომელიც ფაქტურად პირად ღირსებას ეხება და პირადი ღირსების შელახვას ეხება. შეპესე ავტოტრანსპორტის ხელმძღვანელის განცხადებით, ჯერ სამსახურში ახალი თანამშრომელი არ აუყვანია. გია ლორია თანამშრომლებზე ზეწოლისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებს არ ადასტურებს. ჩვენ არავის არ ვამატებთ შეძლებებით, იმიტომ რომ კიდევ ძალიან დიდი იმედი მაქვს, მე მინდა მძღოლებს მიმართო, მე ვიცი რა მოქმედებებიც მიდის, მე ვიცი რა შიშის ქვეშ არიან და ზეწოლის ქვეშ არის. არანაირი ზეწოლა არც ერთი მძღოლის მიმართ არ იქნება, მიუხედავად მათი გასხვავებული აზრისა და მიუხედავად მათი შეხედულების, ესეთი არ ყოფილა და არც იქნება, ამიტომ რომ ძალიან მხოლოდ ძალიან ბევრს გამოვიდეს იმ შიშის ზნობიდან და დაუბრუნდეს თავიანთ სამუშაო ადგილებს. მოგვიანებით ინტერფრაქციული ჯგუფის წევრებმა მსჯელობა საკრებულოში გააგრძელეს. დახურულ კარს მიღმა მიმდინარე შეხვედრის შემდეგ კი აჭარის პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ზოგ საკითხზე შეთანხმდნენ, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე აქცია გაგრძელდება. ვფიქრობ, რომ ხვალინდელის ხდომა იქნება დამაგვირგვინებელი. დიდი იმედი მაქვს, რომ იმდენად იქნება საკითხი დარეგულირებული, რომ ჩვენ შესაძლებლობა გვექნება სწორი განმარტებით გაფიცულებთან შევწყვიტოთ საგაფიცვო პროცესი. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ხვალინდელი შეხვედრის შემდეგ ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღსდგება ისე, რომ არც გია ლორიასა და არც მძღოლების ღირსება არ შეილახება. ვიმედოვნებ, რომ ხვალ ეს პროტესტის ტალღა დასრულდება და საქმეც მოიგებს, მოქალაქეებიც მოიგებენ იმის გამო, რომ უახლოეს დღეებში ხვალ ალბათ ფიქრობ, ტრანსპორტი გამოვა და დაინიშნება ალბათ მე ახალი სიტუაციები მოხდება. ყველაფერს ვერ გეტყვით. ახლა ხვალ დილით 10 საათზე გეტყვით საბოლოო პასუხს. ბათუმის საკრებულოში ინტერფრაქციული ჯგუფის შემაჯამებელი შეხვედრა ხვალ დილით 10 საათზეა ჩანიშნული.